დაახლოებით 18 წელი იქ. რაც აქ მუშაობ. კარგი მუშაობა იყო ეს მაგაროელები და შემოდიოდნენ ხელფასს ვიღებდნენ თვეში ორჯერ ამასი ხელფასი და ჰქონდა მუშაობა. რაც ის მაგარო ესეთი მდგომარეობაშია ძალიან კარგი მუშაობა და ვფიქრობ რომ დაიგებს. იმედია ძალიან ბევრი გადასახდელი ეს ის და თუ არავინ შემოვიდა თუ ადამიანს ფული არ აქვს რაფერი თანაც რა სიძვირია ყველაფერი ყველამ ვიცით. რა ვქნათ ჯერ ამ ეტაპზე ვარ და როდის დავკეტავს ჩვენი პროსი მარტო შემოსავლები ჩვენიდან გადაგეკა დამოკიდებული ვართ ბაზარზე. ბაზის ეკონომიკა კიდევ ვიცით როგორი რითული არის და ყველაფერი დაკავშირებულია გადასახადებ და ეს გადასახადი თუ ვერაფერი ამოვიღე სიძენ გადაგაკეთებ და ასე მდგომარეობაში დილის 7 საათზე მოვიდოდი და საგამოსაკ საათამდე ვიყავით აქ. იყო ხალხი და ხორდამკეთარი ახლა დემიხულა კარებს კუჩის დახევარს გადმივარა მისთვის 2 საათი და 3 საათი რიგავა ერთი კაცი შემოვა აზრი ადრე სოფლიოში ელექტროში გადავიდა ჩვენი მაგართა საქართველოს კერაში და საქართველოს აზრი გადავიდა შეძლოს დღესაც ახლოს დაუჩენესო მაგრამ სიდა რადონეზე მივიდა ჩვენი ქალაქი ნამდვილად ეთეულებმა ჩაიგდეს ხელში ის მართვის პოლიტიკა რომ ციცუთ მართალია აქეთ ხალხი დავა ვინც მაგაროში მუშაობდა ყველა წავიდნენ ნახევარზე მე რა თქმა უნდა მაგალითად ახლა ჩემი შვილიც მუშაობდა მათ სიძე მუშაობდა და დღეს აქ არც ერთი არ არის შეამცირეს ეს მუშაობის დღეები ხელფასი არადასვენება არა ნორმალური და რა ვიცი ახლა ხო იცი ამ დროს ადამიანი თუ რაიმე საშუალებას ნახავს მიდის აი მე ეს შემიძლია ვთქვი ჩემი შვილი და ჩემი სიცოცხლე დემოკრატია გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში მუშაობა არის ჯიბუბად ყველა მოქალაქე ყველა უნდა ქონის ჩვენი მე ამას ვისკუშვი მეცადა ასე რომ იქნება დაცული უფროსობაც თავის ადგილზე დაგდება უძროდი და სახელმწიფო საერთო მუშაობა მიეცი და ასაკრე აქ არა ჩათოში სამართლოში შევდავნა ბეწაშნელი ერთი ნომის კილი აღარ და რატო ცხოვრება ისეთი იყო ნახალცი თვითონ თუ იესა მის გვერდში მდგომს ის უკვე ვეღარ უყურებს აი ასე ამ ხალხს ჯერა რა დააშავა 80 ადამიანი ეკონიზის დანარჩენი 90 პოტალიტა მაგრამ არა გამას იმის უყურება რომ სოლიდარობა გაუწიოს ეს შეიძლება აი ხვალ დიქჩებოჯერ ასე მოვიდეს ეს არის სოლიდარობა ეს მეც კიდევ საქართველოს გაჩნდა არა არქივა დედა ერთმანეთის ჯერი ეს ძალიან ცუდი ჩვენ მეცოდები დაგაგაზეთ მიახლა ეს არ არის ადამიანი ეს უკვე ტანჯვარი ადამიანების სულიერი ტანჯვი ეს არ არის სიცოცხლე მოდის ადამიანი და მეუბნება რომ შივა მაჭამე რა იქნება მეტყვი როდის ხვალ მოგიტან ზეგ მოგიტან და სადა გარბის პირაები და თეები მაგრამ ახლა ხუთში რო შემოვა ადამიანი ახლა მე რო გთხოვს მისიაც აი გეხათრება და ვეღარ ეუბნები უას ამ ეტაპზე ვეღარ მოაქმერე გული დაგეწვება შუა ადამიანი ხო ხარ რაც ქვი არაჯამო ნულა მაგრამ ეს ერთია და 70% რო ასე იქნება ნამდვილად დააჩერჩი ამ ხალხს გასაკანელი კი ვანაი რაც უნდა გახსნა მაღაზია კაფეა თუ სასადილოა თუ ადამიანს ფული არა ვერ შემოვადა რატო უნდა გახსნა ეს შესაძლებლობისას დაკადებული საქმეა იგივე შემეტკივილი არ არის ის უჩერდა მოდის და რაიმე მომწოდა მე იმას ვერ უმართავს ის შეიძლება ის შემიდავალება არის რომ მე მას გვერდში დავუგი მაგრამ შიდან დავუგები რომ მეც არ აღშფოთება აი ესია ეს ხომაში რომ ერთი მეორის საფეხურზე აქვს მოგილი და აქ უკვე